Აი ეს გრძნობა, რომელსაც განიცდი, ხო შეიძლება სავარძელში იჯდე, ტელევიზორს უყურებ, 11 მეტრიან სურთხამს ფეხბურთელი და ამ დროს აი დაძაბული ხარ და ბოლო მომენტში ან ფიზიკურად ტკივა, ან სხვანაირად აღტკინდები ხოლმე, თუ აცილან გოლი გაიტანა მაგის და მიხედვით. კობი ბრაიანტი რა დაიღუპა, ჩემი მეგობარი ისე განიცდიდა, რომ გეგონება მართლა ოჯახის წევრი დაკარგა. მესი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ფეხბურთს მაინც არც თამაშობენ და არც ისე არის პოპულარული. ხო და რა ხდება მანდ? რატომ არის რომ შენთვის სრულიად უცხო ადამიანის წარმატება გიხარია ისე თითქოს შენი ოჯახის წევრის წარმატება იყოს და მისი მარცხი გწყინს ისე რომ შეიძლება ხამე კარგად არ დაგეწინოს. ხო და რა ხდება მანდ? რას გვეუბნება მეცნიერება, რომ რა მექანიზმი ამოძრავებს ამ გულშემატკივრობას? და როგორ არის შედარებით ახალი მოვლენა არის, ხო? საუკუნე ნახევარი, როგორ არის ეგ ამბავი? ამ გულშემატკივრობას შევხედავთ სამი სხვადასხვა კუთხიდან და მანდ უამრავ ნიუანსს ამოვქეკავთ. არის ერთი ნიუანსი. გვიყურა ხუთშაბათობით TBC-ის YouTube-ზე. გამოგიტყდებით და ბოლომდე ვერ ჩავერთე ამ საერთო აღფრთოვანებაში MMA-სთან შერეულ საბრძოლო ხელოვნებასთან დაკავშირებით. არ გეგონოთ რომ ჰეითერი ვარ, როგორც ახალგაზრდები იტყვიან, კენაზეც ვიყავი, მომეწონა და კიდე წავალ როცა იქნება, მაგრამ მაინც აი ხო ხვდებით, ჩემი არ არის. ბოლომდე როგორც უფროსები იტყოდნენ, მუღამს ვერ ვუჭერ. და ვიცი რომ ბევრი ხართ ჩემსავით და ასევე შეიძლება იფიქრეთ, რომ ეს საიდან გამოწყდა ეს MMA, რაღაც ახალი სპორტია, რამდენიმე წლის წინ რამდენიმე ადამიანი უყურებდა და ეხლა ყველა მაგაში არის ჩართულიო. ერთ-ერთი მიზეზი ამ MMA-ის პოპულარობის ცხადია ის არის, რომ ქართველები აღწევენ იქ წარმატებას, მაგრამ ეს მერე კიდე დამატებით შეკითხვებს გიჩენს, რომ კაი, გასაგებია რომ ის ქართველია, მერაბ დვალიშვილი იქნება თუ გორგოძილა, რაგბის ლეგენდაც რო ვახსენოთ, მაგრამ თითქოს ანუ მე ამის გამო მერე რა. რატომ არის რომ შენთვის სრულიად უცხო ადამიანის წარმატება გიხარია ისე თითქოს შენი ოჯახის წევრის წარმატება იყოს და მისი მარცხი გწყინს ისე რომ შეიძლება ხამე კარგად არ დაგეწინოს. თან მოდი ხამას ისიც დავამატოთ, რომ ბევრი საყვარელი სპორტსმენი ქართველი სულ არ არის. კობი ბრაიანტი რა დაიღუპა, ჩემი მეგობარი ისე განიცდიდა, რომ გეგონება მართლა ოჯახის წევრი დაკარგა. მესი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ფეხბურთს მაინც არც თამაშობენ და არც ისე არის პოპულარული. ხო და რა ხდება მანდ? რას გვეუბნება მეცნიერება, რომ რა მექანიზმი ამოძრავებს ამ გულშემატკივრობას? და როგორ არის შედარებით ახალი მოვლენა არის, ხო? საუკუნე ნახევარი, როგორ არის ეგ ამბავი? აუ არა, საერთოდ არ არის ახალი და აი ხა მომისმინეთ ამ გულშემატკივრობას შევხედავთ სამი სხვადასხვა კუთხიდან და მანდ უამრავ ნიუანსს ამოვქეკავთ. ზუსტად როდიდან დავიწყეთ ადამიანებმა გულშემატკივრობა, ეგ არავინ იცის, ისტორიამდელი ამბავი არის MMA-ზე რო წუწუნებდით, რომ ეს საიდან გამოწყდა, რაღაც ახალი სპორტიაო, ახალი კი არა, ყველაზე ძველია. ანუ შერეული არა, მაგრამ საბრძოლო ხელოვნება ყველაზე ძველი არის. და უფრო მერე რაც ისტორია გვაქვს, სხვადასხვა ერების, სხვადასხვა კონტინენტების, სხვადასხვა კულტურების შესწავლის შედეგად ვიცით, რომ გულშემატკივრობა სულ არსებობდა და იყო, კიდევ უფრო ჩართული და მნიშვნელოვანი რამე, ვიდრე დღეს არის. ოლიმპიადებზე ძველი ბერძნები, ეგ არის ჩვენი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნე, როცა პიკი იყო ამ ოლიმპიადების, იქ გამარჯვებულებს ნახევარ ღმერთებად მიიჩნევდნენ. სამხრეთ ამერიკაში ჩატარებული ბურთით თამაშები უდიდესი რიტუალური მნიშვნელობისა იყო, ეს არის ჩვენი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნეები და ზოგჯერ მსხვერპლ შეწირვითაც სრულდებოდა. ამაზე დღეს ბევრს კამათობენ ისტორიკოსები და ბევრი რამ არ ვიცით. ანუ მაგალითად არ ვიცით ზუსტად რა ხდებოდა იქ, ვიცით რომ ყველა თამაში არ თავდებოდა ესე, იშვიათი გამონაკლისი მატჩები იყო, რომელიც ალბათ ან მოსავლის აღებას ემთხვეოდა ან რაღაც მნიშვნელოვან სახელმწიფო ღონისძიებებს, ისიც არ ვიცით ზუსტად გამარჯვებულებს წირავდნენ მსხვერპლად თუ დამარცხებულებს. დიდი კამათი მიდის ამაზე ახლა, მაგრამ რო წირავდნენ, ეგ ზუსტად ვიცით და ნუ აი რამხელა რაღაცა არის, ხო? ეხლა ჩვენთან საქართველოში ფეხბურთის მატჩის შემდეგ არეულობა იშვიათი რამაა მომხდარა, მაგრამ უფრო ზეიმი გვაქვს ხოლმე. მაგრამ ტელევიზორში გვინახავს სხვა ქვეყნებში, რომ გადაწვავენ ხოლმე ნახევარ ქალაქს. აი არეულობა ის იყო 532 წელს კონსტანტინოპოლში ეტლით რბოლის ფანებმა ორი გუნდის ცისფრების და მწვანეების ამ პირი რო შეკრეს და კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს იმპერატორი იუსტინიანე და მისი მეუღლე თეოდორა და ამ აჯანყების ჩახშობისას 30000 კაცი მოკლეს. ამ ყველაფერს რისთვის ვამბობ, რომ გულშემატკივრობა და სპორტი ადამიანებს მოგდევს უხსოვარი დროიდან და ეს გულშემატკივრობა არასდროს ყოფილა ჩვეულებრივი რაღაცა. ყოველთვის იყო დიდი ამბავი, განსაკუთრებული რაღაცა. ხო და რატო?
რა გვიბიძგებს ხოლმე რომ დროდადრო თავი დაუკარგოთ და ქუჩაში გამოხვიდე და უცხო ადამიანებს ჩაეხუტო და სიხარულისგან ლამის იტირო, როდესაც თქვათ შენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება. გამოგვიწდია აქ ვიღაცეებს. ერთ-ერთი ძირითადი სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც ცდილობს აი ამ შეკითხვას გასცეს პასუხი, რატომ გულშემატკივრად არის ევოლუციური ფსიქოლოგია. ეს არის დარგი, რომელიც ადამიანის ქცევას უყურებს ევოლუციური წარსულის პერიოდიდან. ანუ რომ ამ ადამიანის ქცევას განსაზღვრავს არა დღევანდელი კულტურა, დღევანდელი რაღაც გარემოებები, არამედ ის პერიოდი, როდესაც გვიწევდა თვითგადარჩენისთვის ბრძოლა და ადაპტაცია და თქვათ ესენი ცდილობენ, რომ ევოლუციური კუთხით ახსნან, რატო გვეშინია გველების, რატო გვირჩევნია ესეთი პარტნიორი და არა ისეთი. რა აძლიერებს ჩვენში სოციალურ კავშირებს და აი ეს უკანასკნელი არის სწორედ კავშირში გულშემატკივრობასთან მათი აზრით. ერთი არის, რომლის მიხედვითაც ათლეტური შეჯიბრი ნებისმიერი შეიძლება ჭიდაობა იყოს და შეიძლება სირბილი, ამ დროს გჭირდება უძველესი ადამიანისთვის საჭირო თვისებები, ანუ ნადირობის და ომის დროს საჭირო თვისებები და არის გადმონაშთი იმ დროიდან, როდესაც ადამიანები ცდილობდნენ, რომ უსაფრთხო გარემოში დაენახათ, რომ მათი ტომის წევრი ვინ როგორია ბრძოლაში, ვინ როგორია ნადირობაში და დღეს რასაც ვხედავთ, არის უძველესი რიტუალების ნაშთი. მეორე თეორიის თანახმად, რამდენიმე აქვთ ესეთი სპორტული ღონისძიებები შეიძლება იყოს გამოძახილი იმ დროიდან, როდესაც ადამიანები მცირე ჯგუფებში ცხოვრობდით და იყო რიტუალები, რომელიც აძლიერებდა ჯგუფის შეკრულობას, ანუ ჩვენი პატარა ჯგუფის და ასევე მეტოქეების წინააღმდეგ დარაზმვას ასწავლიდა ამ ჯგუფის წევრებს. აი თქვათ, ყველა მესის რო ცნობს, მაგასთან დაკავშირებითაც აქვს თეორია და ამ თეორიის მიხედვით, ადრე მცირე ჯგუფებში რო ცხოვრობდით, ეს მცირე ჯგუფი იყო, მაქსიმუმ 100 ადამიანი და ესე გავატარეთ ადამიანებმა ჩვენი ისტორიის 99%. ხოდა ამ ხნის განმავლობაში მივეჩვიეთ, რომ თუ სახეს ცნობ, ესე იგი ის მნიშვნელოვანი ადამიანია და სავარაუდოდ პირადად იცნობ. ხოდა, ამ თეორიის თანახმად, როდესაც ადამიანს სახეზე ცნობ და რაც უფრო ხშირად ხედავ, ეს შენი უძველესი ტვინი ტყუდება და ამ ადამიანს აღიქვამს ან ნათესავად, ან ტომის ლიდერად, ან სასურველ პარტნიორად, ან რაღაცა ეგეთად. ოღონდ, ესენი კი ვთქვი, მაგრამ მოდი ახლა პირად აზრს გაგიზიარებთ ჩემსას ევოლუციურ ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით და ეს არ არის თქვათ მარტო ჩემი აზრი, ბევრი სხვა მეცნიერია, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ ნამდვილად შეიძლება თანამედროვე მეცნიერულ მეთოდებს იყენებდეს, მაგრამ მათ მიერ წარდგენილი ჰიპოთეზები უფრო გადის ალბათ ეგრე იქნებოდას კატეგორიაში წესით ეგრე უნდა ყოფილიყო პონტია, ვიდრე რამე სხვა. იმიტომ რომ როგორც წესი უტყუარი სამხილი რამე არა გვაქვს და ვერც გვექნება. იმიტომ რომ ამათი მიდგომა არის, რომ თქვათ ესე უდგებიან საკითხს, რა რომ სპორტს გულშემატკივრობთ, რატო შეიძლება ამას ვაკეთებდეთ, რა ევოლუციური წინაპირობა შეიძლება ქონდეს და შემდეგ უკანასულით მიდიხარ და რაღაცა თეორიას წამოაყენებ. ოღონდ ამ თეორიას ვერც უარყოფ და ვერც დაადასტურებ, იმიტომ რომ 50000 წლის წინ მცხოვრები ადამიანები რას განიცდიდნენ, როგორ იყვნენ, ეგ არ ვიცით და აი ხნის განმავლობაში ალბათ არც გვეცოდინება, შეიძლება არც არასდროს. ამას იმიტომ ამბობ, რომ მთელი ბავშვობა და მე ძალიან მიზიდავდა ხოლმე, როცა დოკუმენტურ ფილმს უყურებ და ვხედავ, რომ აი მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ აი როდესაც ვიბურძგლებით, ამას ევოლუციური რა წინაპირობა აქვს და ეს არის დამტკიცებული და მე ბოლო დროს მივხვდი, რომ აი მტკიცებითად ესე მაინდა-მაინც ვერაფერზე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ესე კვლევით გამყარებული და არ არის. ხშირად უბრალოდ საინტერესო თეორია, რომელშიც შეიძლება სიმართლის მარცვალიც იყოს, მაგრამ ამყარებს მაინდა-მაინც არაფერი. გულშემატკივრობა რა ხან ვახსენეთ. გულშემატკივრობის ამ რიტუალებს შეიძლება მართლაც და ევოლუცია კარნახობდეს, რა ვიცი, მაგრამ შეიძლება სხვა რამეშიც იყოს საქმეს, რომ აი კულტურის მოყვარული არსებები ვართ ადამიანები ზოგადად, გვიყვარს თამაში, გვიყვარს ამბების მოყოლა, გვიყვარს და ამბების მოსმენა გვიყვარს და სოციალიზაცია. და ორგანიზებული სპორტი ამ ყველაფერს აკმაყოფილებს და შეიძლება ამ კულტურულ ფუნდამენტზე იყოს დაშენებული და არა იმაზე, რომ 50000 წლის წინ ადამიანები რო ნადირობდნენ, რა საჭიროებები ჰქონდათ. მოდი ახლა სოციოლოგიის კუთხით შევხედოთ ამ ყველაფერს და არსებობს ესეთი ძალიან გავლენიანი მიდგომა სოციოლოგიაში, ქვია სოციალური იდენტობის თეორია. ამ თეორიის თანახმად ადამიანი თავის იდენტობას, საკუთარ მეს, საკუთარი თავის ღირებულებას, აი ამის დიდ ნაწილს იქმნის ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის კუთვნილების მეშვეობით. ამ ჯგუფს შეიძლება მართლა მიეკუთვნებოდეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თვითონ მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფის წევრია.
შემდეგ ადამიანები სამყაროს ყოფთ შიდა ჯგუფებად და გარეშე ჯგუფებად და უპირატესობას ვაყენებთ იმათ, ვინც ჩვენი აზრით შიდა ჯგუფს მიეკუთვნება და ხშირ შემთხვევაში ამრეზით ვუყურებთ და შეიძლება ჩაგრავდეთ მათ, ვინც გარეშე ჯგუფის წარმომადგენლად მიგვაჩნია. მიგვაჩნია ხას რატო უსვამ, რომ ეს ჯგუფი რის მიხედვით არის შექმნილი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ შეიძლება იყოს რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილება, მაგრამ შეიძლება იყოს შემთხვევით ჩამოყალიბებული ჯგუფი და ეს კვლევების დროს კარგად გამოჩნდა, როდესაც კვლევის მონაწილეებს მონეტის აგდების მიხედვით ყოფდნენ ორ ჯგუფად, ანუ არაფერი სრული შემთხვევითობა იყო და იქაც ხედავდნენ, რომ მაშინვე ჩნდებოდა ეს ჩვენ ჯგუფი ვართ, ის გარეშე ჯგუფია, ჩვენ მოგწონს ერთმანეთი, ისინი მაინდა-მაინც გულზე არ გვეხატება. აქედან ცხადია, ხო, სპორტი რა შუაში შეიძლება იყოს, იმ შუაში, რომ როდესაც ამა თუ იმ გუნდის მაისური გაცვია, უბრალოდ იმას კი არ ამბობ, ვისკენ ხარ ან რა პრეფერენცია გაქვს სპორტში, არამედ შენი იდენტობის ნაწილი არის. რადგან ამ იდენტობას სწორედ ამა თუ იმ ჯგუფის მიკუთვნებულობიდან აკეთებ. მუსიკასთან დაკავშირებითაც ეგრეა, ანუ რა ჯგუფის მაისური გაცვია, ბევრ რამეს ამბობს იმაზე თუ ვინ მიგაჩნია, შენი თავი რომ ხარ, მაგრამ მოდი ახლა სპორტზე გავჭერდეთ. ეხლა რატო გახდი ამ გუნდის გულშემატკივარი, მაინდა-მაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება იმ ქალაქში დაიბადე და შენი საფეხბურთო კლუბია, შეიძლება სხვა ქვეყნის კლუბია და ფორმა მოგეწონა, ან რა ვიცი, სახელი. ეხლა შეიძლება თქვათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს გუნდი როგორ თამაშობს და კი აქვს, მაგასთანაც მივალთ. მაგრამ ისიც ხო ვიცით, რომ ნამდვილი ფანი თავის გუნდს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ცუდად თამაშობს, ალბათ არ მიატოვებს. ერთი კვლევის თანახმად ზოგნის სწორედ იმითაც ამაყობენ, რომ ხელმოცარული გუნდის ფანები არიან. ეგ მიაჩნიათ ნამდვილ გულშემატკივრობად და ნამდვილ ერთგულებად. რო აი, სხვები გამარჯვებულ გუნდებს გულშემატკივრობენ, მე ჩემსაც გულშემატკივრობ იმის და მიუხედავად, რომ წლებია არაფერი გაუკეთებიათ. ახლა რო იგებს იმას ყველა დაუკრავს ტაშს. და მე ეს ჩვენი შიდა ჯგუფიც უფრო ძლიერდება და იდენტობაც სხვანაირად მაქვს მიბმული ამ გუნდთან. ანუ ხელმოცარულის იდენტობა კი არა მაქვს, არამედ ერთგული ადამიანის. თუმცა ხა მართალი ხართ, უფრო ხშირი სწორედ ის არის, როდესაც წარმატებულ კლუბს თუ გუნდს თუ მოთამაშეს გამოუჩნდება ფანები. არ მგონია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში იტალიის საფეხბურთო ნაკრებს ბევრი ახალი გულშემატკივარი გასჩენოთ. ცუდად თამაშობენ და იმიტომ. სოციოლოგები ამას უწოდებენ Verging არის ინგლისურად აბრევიატურა Basking in Reflected Glory, რომელიც მოდი ქართულად ესე ვთარგმნოთ სხვისი დიდების სხივებში ნებივრობა. ამას ახლა ტვინის დონეზე ცოტა ხანში ვნახავთ, მაგრამ ნუ გიგზვნიათ ყველას, როდესაც შენი გუნდი გაიმარჯვებს, შენი მოთამაშე გაიმარჯვებს და ამის შედეგად რეალურ სიამოვნებას იღებ, მძაფრ სიამოვნებას იღებ. და ბუნებრივია, რომ უფრო წარმატებული გუნდიან ნაკრებია არჩიო. და ნაწილობრივ სწორედ ეს არის რატომაც შეიძლება რომ გულშემატკივრო შენთვის უცხო ქვეყნის არგენტინის ნაკრებს საფეხბურთოს ან ჩიკაგო ბულს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩიკაგოში არ ახარ არასდროს ნამყოფი და არც ამერიკაში. ხო და რაშია საქმე მანდ? ერთი რომ იგებენ, კარგი, მაგრამ მარტო ეგ არ არის ცხადია. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ სხვა ნაკრების თუ გუნდის გულშემატკივრები მე-20 საუკუნის ბოლოსკენაც ან შუაშიც არსებობდნენ, მაგრამ ეხლა გაცილებით უფრო მეტი ადამიანია ჩართული აი ამ ამბავში, როდესაც სხვა ქვეყნის კლუბს თუ ნაკრებს თუ ასე შემდეგ გულშემატკივრობ. ეს ფენომენი კარგად აღწერა 2002 წელს რიჩარდ ჯულიანოტიმ და დიდწილად არის კავშირში მედიის გლობალიზაციასთან, ანუ გეოგრაფიული საზღვრებით აღარ ახარ შეზღუდული, შეგიძლია შენი საყვარელი მოთამაშის თუ გუნდის ყველა მატჩი ნახო, აი მოთამაშეების ინტერვიუები ნახო, ინსტაგრამზე დააფოლო და ნახო საღამოს რა ჭამა და შესაბამისად ამყარებ ამას ქვია ხოლმე პარასოციალური კავშირები, ანუ ვიღაცას რომ მიიჩნევს შენს მეგობრად და ახლობლად, იმიტომ რომ ხშირად ხედავ არა და პირად არასდროს არ გინახავს. ანუ გეოგრაფია ესეთი მნიშვნელოვანი აღარ არის, იმიტომ რომ შენი ნაკრები თუ ისე გადასარევად ვერ თამაშობს, სხვის ნაკრებს გულშემატკივრობ და ადვილად შეგიძლია რომ თვალყური მიადევნო რას აკეთებენ და როგორ. კაი, ეს კლუბი ან ეს ნაკრები რის გამო აირჩიე, მან მნიშვნელოვანი არის სპეციფიკური კულტურული ესთეტიკა. ანუ მნიშვნელოვანია ამბები, ისტორიები, რაღაც თანმხლები, კულტურული ღირებულებები. აი, არგენტინა ახსენეთ, ხო? მეც დიდი ხნის განმავლობაში მთელი ცხოვრება ალბათ არგენტინის გულშემატკივარი ვარ, იქ ნამყოფიც არა ვარ სამხრეთ ამერიკაშიც არ გამივლია და ხა რაღაც კულტურა არგენტინის ვიცი, მაგრამ ესე ძალიან ჩაღრმავებით ყველაფერი თქო, ნამდვილად არა. მაგრამ ჩემთვის საინტერესო იყო აი მარადონას რომ მიყვები. ზოგისთვის შეიძლება ცოტა გვიან ვინ შეერთო ბატისტუტას ამბავი იყო მნიშვნელოვანი, მესის
ის ამბავი, ანუ მარტო ის კი არა რომ კარგად თამაშობს ან როგორ გამოიყურება, არამედ ვინ არის, საიდან წამოვიდა, საით მიდის, დრამა, ეს ყველაფერი. მე ეს გადამდებია, მით უმეტეს თუ ეს გუნდი კარგად თამაშობს რაღაც ხნის განმავლობაში, მაგრამ მაგის გარეშეც, ანუ უკვე ვახსენეთ რომ მამა შენი თუ რაღაცა კლუბს ან ნაკრებს გულშემატკივრობს, ეს მერე უბრალოდ ნაკრები კი არ არის, მამის ან დედის საყვარელი ნაკრებია და სხვანაირად უყურებ ამას და დიდი შანსია რომ შენს გულშემატკივრო. ზოგი ინგლისის ნაკრებს გულშემატკივრობს ხოლმე, იმიტომ რომ ბიტლზი უყვარს. და ბრიტანული კულტურის ფანია. იტალიის ნაკრები ვახსენეთ და თავის დროზე, როდესაც გვხვდა მათი სახელი, ბევრი ფანი, მამაკაცები ძირითადად, ცდილობდნენ ხოლმე, რომ ქალი გულშემატკივრები რაღაცნაირად დაემცირებინათ და ესე ამბობდნენ, რომ მაგათო იტალიის ყურება იმიტომ დაიწყეს, რომ ბიჭები მოწონთო, თორე ფეხბურთი კი არ ესმითო და შეიძლება მართალიც იყო, მაგრამ ყველა ეგრე ვართ. ანუ შეიძლება ზოგს ვიღაცა შესახედავად მოგეწონა, შეიძლება რაღაც ამბავი მოეწონა, ზოგი არის, რავი, მეც ეგრე ვარ და ჩემ გარშემო უმეტესობაც, რომ გარინჩას თამაშს ვერ მოვესწარით, კაი ხნის წინ იყო ისა, ხო? მაგრამ როცა წაკითხული გაქვს ისტორია, მოგწონს, მერე შეიძლება სხვანაირად შეხედო ბრაზილიის ნაკრებს, არა მარტო იმას დღეს ვინ არიან, არამედ ის რომ პელეს და გარინჩას და დიდის და ვავას ისტორიის გამგრძელებლები არიან. და მოკლედ გუნდის გულშემატკივრობას რო იწყებ, მერე კაი ხანი მიყვები. ეგრე ვართ მოწყობილები. აი, ის იყო ევოლუციური ფსიქოლოგია, რომელიც ვარაუდობს, რომ ალბათ ამიტომ შეიძლება გულშემატკივრობდეთ. მეორე არის სოციოლოგია, რომელიც კარგა მტკიცედ აჩვენებს თუ რა მექანიზმები მუშაობს ამ გულშემატკივრობის დროს. ეხლა ნეირომეცნიერებებზე გადავიდეთ, რომელიც პირდაპირ ტვინის მოქმედებას ზომავს ხოლმე. იმიტომ რომ ამ ყველაფერს გულშემატკივრობას მხოლოდ განყენებულად თეორიებით და ვარაუდებით კი არ ვაკვირდებით, არამედ ვხედავთ. 2004 წელს ორმა მეცნიერმა სარკისებრი ნეირონების სისტემის ვრცელი მიმოხილვა გააკეთა. სარკისებრი ნეირონები არის ტვინის უჯრედები, რომელიც ინთება მაშინაც, როცა შენ აკეთებ რაღაცას და მაშინაც, როცა სხვა აკეთებს რაღაც მოქმედებას. და გეხმარება საბოლოო ჯამში გაიგო სხვების ამოცანები, ქცევები და ემპათიაზე აქვს ძალიან დიდი გავლენა. ნამკლევამ აჩვენა, რომ აი ეს გრძნობა, რომელსაც განიცდი, ხო შეიძლება სავარძელში იჯდე, ტელევიზორს უყურებ, 11 მეტრიან სურთხამს ფეხბურთელი და ამ დროს აი დაძაბული ხარ და ბოლო მომენტში ან ფიზიკურად ტკივა, ან სხვანაირად აღტკინდები ხოლმე, თუ აცილა ან გოლი გაიტანა მაგის და მიხედვით. ხო და ეს სარკისებრი ნეირონების მეშვეობით გამოდის, რომ უნამდვილესი გრძნობა იმ ხრივ, რომ იგივე უჯრედები ინთება ტვინში შენთან, როგორც იმ მოთამაშესთან. ანუ კიდე სხვა კვლევა იყო, სადაც აჩვენებდნენ, რომ როცა უყურებ აუტს, როგორ აწვის ფეხბურთელი, შენს ტვინშიც იგივე ნეირონები ინთება, იმის და მიუხედავად, რომ ამ დროს აუტს კი არ აწვის, შეიძლება ჩიპსში ხარ ხელი ჩაყოფილი და ხრაშუნის ჭამ. და შედეგად, როდესაც შენი გუნდი იმარჯვებს, შენი ტვინიც ისევე ივსება დოფამინით და ტესტოსტერონით, როგორც მოთამაშეებისა. ესეც ჩანს აპარატურაზე. ანუ ისე გრძნობ თავს, თითქოს გაიმარჯვე, იმიტომ რომ ტვინი გეუბნება, რომ შენ გაიმარჯვე. ხო და თუ დამარცხდი, ახლა გეტყვით, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, ვისაც გახსოვთ, ერთ-ერთი დრამატული მატჩი იყო, ნახევარფინალი, ბრაზილია, გერმანია. ბრაზილიამ სასტიკად წააგო. ამ მატჩის მსვლელობის პარალელურად მეცნიერები გულშემატკივრების სტრესის დონეს სინჯავდნენ. ბრაზილიის ქალაქ ნატალის რამდენიმე ბარში ესე მოედონენ და სამჯერ აიღეს ნერწყვის სინჯი ფანებისგან. თამაშის დაწყებამდე რო ენახათ ჩვეულებრივი დონე როგორია, მეორე შესვენებისას და მესამე მეორე ტაიმის მსვლელობისას. საზღვრავდნენ კორტიზოლის სტრესის ჰორმონის დონეს. ხო და ვინც ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო, თამაშის ბოლოსკენ იმათ ჰქონდათ საგანგაშო მაჩვენებლები, ლამის გულის შეტევის ზღვარზე იყვნენ. ხო და აგდებით ხსენება თქვით რამდენჯერმე და გაგონილი გექნებათ აი ფეხბურთთან დაკავშირებით, რომ რა არის, რას უყურებ 11 კაცი ბურთს დასდევს, შენთვის სულ ერთი არ არის, ან შეიძლება რაგბი არის, ან ჭიდაობას უყურებ და რას უყურებ, ორი ტიტველი კაცი დგას, ერთმანეთს ხელებს ურახუნებს, წადი რამე საქმე გააკეთე. როგორც აღმოჩნდა, თუ გულით ახარ ჩართული, ამას კი არ უყურებ, არამედ შენც მონაწილეობ ამაში. შენი ტვინი ამას ისე აღიქვამს, რომ შენ ახარ მოედანზე, შენ აწვდი იმ აუტს, შენ ააცილე ბურთი, შენ გაიტანე ბურთი. როცა იგებ, შენ იმარჯვებ და როცა მარცხდები, ესეთი რეაქცია აქ ტვინს თითქოს უშუალოდ პირადად შენ გემუქრება საფრთხე ან ტრავმა. აი ესე სამი სხვადასხვა კუთხით შევხედეთ და ჩემი აზრით ზოგადობის შემცირების კუთხით გამოვიდა, ანუ ევოლუციური ფსიქოლოგია არის უფრო რომ ალბათ ამის გამო რომ პირველყოფილი ადამიანები ესე იქცეოდნენ, სოციოლოგები უფრო ეხლანდელ საზოგადოებას, ეხლანდელ ჯგუფებს ზომავენ ხოლმე და ნეირომეცნიერება ამას აკვირდება, რა სად აინთო და როდის მოხდა ეს ყველაფერი. მადლობა, ვინც ბოლომდე გვიყურეთ, არხი გამოიწერეთ და ვიდეოსაც თუ მოიწონებთ, არავინ მაგის წინააღმდეგი არ იქნება. იქნება ტვინმა ეიფორია განგაცდევინოთ.